ანერი ჩაგელიშვილი ჭიათურაში ბაქრაძის ქუჩაზე ცხოვრობს. მრავალსულიან ოჯახს სოფელიც აქვს და ისინი ზაფხულობით ხრეეთში მიწას 1000 კვადრატულ მეტრზე ამუშავებენ. მათ ოჯახში დღეს ქალაქის რწმუნებულმა საწვავის ვაუჩერი პირადად მიიტანა. სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერს რომელიც განკუთვნილი არის იმ მონაკვეთი მიწისთვის, რაც გაქვს საკუთრებაში სოფელში, რა თქმა უნდა, გამოიყენებთ ალბათ, ძირითადად შეღავათია სახელმწიფოდან, რომელიც განუგზავთ თქვენ. დიდი მადლობელი ვართ პრეზიდენტის. გამოვიყენებთ ამ სასუქს ვიყიდით ან მიწას დამუშავებთ. შარშან სოფელში კუთვნილი მიწის დამუშავება ჩაგელიშვილებს 100 ლარამდე დაუჯდათ. წელს 30 ლარიანი ვაუჩერი მათი ოჯახისთვის შეღავათი იქნება. 1000 მეტრამდე გვაქვს. ეზო გვაქვს. სახლის. მიწას ამუშავებთ. მიწას ვამუშავებთ, კი რა თქმა უნდა. ვამუშავებთ. ახლა ერთ მაჩკას სასუქს ვიყიდით, ან მიწას დავამუშავებთ და რაღაცას გამოვიყენებთ. ქალაქის რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები ბოლო რამდენიმე დღეა ყველა ოჯახში კარდაკარდადიან. როგორც ამბობენ, ხალხი მათ კეთილგანწყობით ხვდება. შარშან დინის ვაუჩერებიც იყო, მე რესურსათის ვაუჩერის მოყვა, ეხა სასოფლო-სამეურნეოს და საკმაოდ კეთილგანწყობილად არიან, სადაც მივიტანეთ ოჯახებში. ეს ვაუჩერები 30 ლარიანი. ენერგო და სასურსათო ვაუჩერების მსგავსად დამატებითი სიების შექმნა წელსაც აუცილებელი გახდა. როგორც ქალაქის რწმუნებული ამბობს, დამატებითი სიებით ვაუჩერების დარიგებაც მალე დაიწყება. თან დაასრულა თითქმის ძირითადი 95%, ვინც ცხოვრობს ქალაქში. 8000-მდე აბონენტი ყავს ქალაქში, იცით რომ ენერგოპროს აბონენტების მიხედვით არ მოხდა ამის აღრიცხვა. და ჩვეულებრივად არიგდა 10 დღის განმავლობაში დარიგდა უკვე ეს ვაუჩერები 8000-მდე. ყველა ოჯახს მისული აქვს უკვე ქალაქის ტერიტორიაზე თავისთავად, სოფლების ტერიტორიაზე, სოფლების რწმუნებული აქვს დაარიგებს. 6 ადამიანი ვარიგებდით ამას, თითოეულს განაწილებული ჰქონდა, მეც სხვათა შორის და დასრულებული თქმის ძირითადი პროცენტი უკვე. რა ხარვეზები გამოიკვეთა და თუ გამოიკვეთა რაიმე? ნუ ხარვეზები ძირითადად ის არის რომ ვაუჩერის გარეშე ქალაქში არავინ დარჩება და ხარვეზები ის იყო რომ ახალი აბონენტები ვინც იყო ასული იმისიების გადავაგზავნეთ ჩვენ სათაოფიში და დაიბიჯდება რა თქმა უნდა მათ ვაუჩერები და ვაუჩერის გარეშე ქალაქში არ დარჩება არავინ. ჩაგელიშვილებმა საწვავის ვაუჩერის გარდა თავის დროზე სასურსათო და ენერგო ვაუჩერებიც მიიღეს. მეტი თუ იქნება კიდევ უკეთესია. გამოუყენებელი, გამოუსედაგარი არ არის და ასე რა ვიცი. რაში გამოიყენებთ და როგორ გამოიყენებთ? გამოვიყენებთ ახლა რაც ჩვენ გვაქვს მიწის ნაკვეთი. დავამუშავებთ ამ ნაკვეთს, ან შესაბამისად მის სასუქს ვიყიდით, ან საწვავს ვიყიდით, რომ დავამუშავებთ. ჭიათურაში სულ 8000 ვაუჩერი უნდა დარიგდეს.